ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის ანგარიშის თანახმად ადამიანით ვაჭრობის, ტრაფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით მსოფლიოს მასშტაბით საქართველო უკვე მეათე წელია პირველ კალათაშია და უწყვეტად ინარჩუნებს სტაბილურად უმაღლეს შეფასებას. ანგარიში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის, ტრაფიკინგის წინააღმდეგ გაძლიერებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმძღვანელო მითითებას, რომლის თანახმადაც ტრაფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან. საქართველოს პროკურატურა მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ადამიანით ვაჭრობის, ტრაფიკინგის აღმოსაფხვრელად. კერძოდ 2016-2025 წლებში სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულია 87 ტრაფიკიორის მიმართ. ამათგან სრულწლოვნის ტრაფიკინგის ფაქტებზე სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო 35 პირის მიმართ, ხოლო არასრულწლოვნის ტრაფიკინგის ფაქტებზე 52 პირის მიმართ. საქართველოს პროკურატურა ტრაფიკინგის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს.